1941 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა პროფესორი მიხეილ ზანდუკელი, რომელსაც ბრალად დაედო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობა. ზანდუკელის დაპატიმრებას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია. პრესაში გამოქვეყნდა წერილები მიხეილ ზანდუკელის პლაგიატორობისა და ანტიმარქსისტობის ბრალდებით. 1943 წელს მიხეილ ზანდუკელი გადაასახლეს. ზანდუკელის საქმე. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში. გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ. ეს წიგნი მიხეილ ზანდუკელის შესახებ ყველასთვის საინტერესო უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ეხება ძალიან მტკივნეულ საკითხს. არც ისე დიდი ხნის წინათ ყოველნაირი აკადემიური თავისუფლება სახელმწიფოს მიერ იყო შეზღუდული. უნდა გვეფიქრა, უნდა გვეთქვა, უნდა გვეწერა ის, რასაც სახელმწიფოს წარმომადგენლები ფიქრობდნენ, ან შეიძლება არც ფიქრობდნენ, მაგრამ დავალებული ჰქონდათ, რომ ეთქვათ ასე. ეს იდეა გამიჩნდა, როდესაც ჩვენ აკაკი შანიძის არქივზე მუშაობდით, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა მასალები, რომლებიც შეეხებოდა მიხეილ ზანდუკელს. სამეცნიერო დავის საფარის ქვეშ მას მოუწყვეს პირდაპირ, აღარ ვიცი რა დავარქვა მას, დევნა, ყველანაირი დევნა, დასწამეს პლაგიატობა, დასწამეს მარქსიზმის უცოდინარობა, დასწამეს ის, რომ თავის ლექციებში ის სტუდენტებს ნაციონალისტურ იდეებს უქადაგებდა. მიხეილ ზანდუკელს საკუთარი კვლევაძიების მიღწევებად გაუსაღებია მკითხველთა წინაშე ის, რაც მისი კვლევაძიების ნაყოფი არ არის. ეს არის სხვისი ნაშრომის მითვისების ის სახე, რომელსაც პლაგიატი ეწოდება. ეს იყო რეალურად მიმართული ზანდუკელის წინააღმდეგ, კარგად მოფიქრებული, მის გასანადგურებლად წამოწყებული კამპანია. შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარეც აკაკი შანიძე იყო. ბრძანება 2547. თანახმად რექტორის განკარგულებისა ვნიშნავ კომისიას, კომისიის შემადგენლობა, თავმჯდომარე პროფესორი შანიძე, პროფესორი კეკელიძე, პროფესორი გოგიჩაიშვილი, პროფესორი გუგუშვილი და ამხანაგი ნუცუბიძე. გაზეთ კომუნისტის თანამშრომელი. 1940 წელი 16 ნოემბერი. მიუხედავად იმისა, რომ მოელოდნენ როგორც ჩანს, რომ მას უნდა ამ გადახედვის თუ მასალების შესწავლის შედეგად დაედასტურებინა ის, რასაც უკან ნახებდნენ, მან არ დაწერა საბოლოოდ, რომ მიხეილ ზანდუკელი არის ხალხის მტერი და განადგურების ღირსი. მან დაწერა, რომ მის მასალებში არ არის ისეთი რამ, რაც გვავარაუდებინებს, რომ ეს არის ან პლაგიატი, ან რაღაცა კიდევ უფრო საშინელება. მსგავსება აზრებსა და ცალკეულ გამონათქვამებს შორის საზოგადოდ იმ ზომისა და იმ ხასიათისაა, რომ იგი არ გვაძლევს საფუძველს, რომ პლაგიატის ფაქტი ვცნათ. ზანდუკელი მაინც გადაასახლეს. ერთი და ორი კაცის სიტყვა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ გადაერჩინათ ის და არ ჩაეგდოთ ისეთ პირობებში, რაც მან გამოიარა. მიხეილ ზანდუკელი კარგი მეცნიერი იყო, წესიერი და პატიოსანი ადამიანი. ვიცი, რომ მამაჩემი მას ძალიან აფასებდა და აი ამ შეიძლება არ შეიძლებას ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი შეეწირა, არა მარტო გადასახლებით, არამედ იმით, რომ სიცოცხლეც დაკარგა. და ამიტომ ვინაიდან დღეს საჭიროა ჩვენი წარსულის ცოდნა, ეს მე ვფიქრობ
ყველამ უნდა იცოდეს, რა პირობებში ვიყავით, რა პირობებში ვმუშაობდით და რა პირობებში ვცხოვრობდით.